მგონი უნდა შევეხოთ რამდენიმე სიტყვით ბიჭებს, ბლოგერებს და კომენტატორებს, რომლებიც მაგრა აიჭრნენ რა. ისე იხუმრეს, ისე იღლიცინეს, წამოუღეს და დაუდეს უბრალოდ რა. ანუ უბრალოდ ვერ გავატარებდით კი ახლა მაგ თემას. ხო ხვდები შენ თვითონ ხო რომ ნახეთ ვიდეო ხო ხვდები რა. მეც ნერვები მომიშალა მაგ ვიდეომ ძალიან. ხო და გაუშვეთ გაუშვეთ რა. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს. ერთი წამი შეიძლება დავიწყო ლაპარაკი? არაფერს არ ვიძახი იმაზე, რომ ლეიკემია ბავშვებს ასცინიან და რაღაც. ამას ერთი წამით არაფერს არ ვიძახი რა. უბრალოდ იუმორის დონეს დააგვირდი რა. სად არის იუმორი? აი და გაუშვი და ის ადამიანები ვინც იცინიან ამ ყველაფერზე. ქართველებო ეს ახართ თქვენ? ეს ავართ ჩვენ? ამაზე გეციდებათ? და ტაშს უკრავთ ამაზე? და უკადრისი რეკლამაა ნახე. გაუშვით თავიდან, აი დეტალურად შევისწავლოთ ეს ვიდეო რა. გაუშვით რა. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს. აი ნახე რა. ნუ განსხედან გოგოები, ახალგაზრდა გოგოები. იქით ეს გოგოები და ეს ბიჭი არის ამისთვის მოყვანილები არიან რა. და რა უნდა გადამიხადო? გია გეხოცები რა უნდა გადამიხადო ადამიანს ესეც და გენერატორს რომ მიიღო მონაწილეობა უკაცრავად. რაღაც 50 ლარი არ ვიცი რა. ყოველ შემთხვევაში TBC წერმი შენ წარმოგიდგენი არა ამ ხელა უგემოვნებობას, უნიჭობას არასწრუტკებს ქვეყანაში? კი. წარმოიდგინე რა. კი. აი რა აცინებს ამ ტიპებს გამაგებინეთ რა. აი ისინი რაღაც ბანძურად გადაობენ, მაგრამ აი ამათ რა აცინებს? უმორალოდ. მაგრამ TBC, ამუკა ხაზარაძე იმის მაგიროთ რომ გემოვნება უფრო აწიო ლეველი და რაღაც იუმორის ლეველი და კაი გადაცემებზე ნიჭიერი ხალხი ეძებოდა, ნიჭიერული რაღაცები გააკეთო. აი ამას აფინანსებ. ფისი ამბობ, გია. აი ამას აფინანსებ. ვის ხაზარაძე ვისი გემოვნება უნდა აწიოს, გია? ბიჭო, ხაზარაძემ კი არა, ხაზარაძემ უნდა შემოიკრიბოს გემოვნებიანი ხალხი. ხაზარაძეს გემოვნება აქვს. არა. როგორ უნდა შემოიკრიბოს გერმანია? გემოვნებიანი ტიპი დანიშნოს, ის შემოიკრიბოს რა. ხონდა იცოდეს რომ ის გემოვნებიანია და გემოვნებიანი როგორ უნდა შემოიკრიბოს, გია? ხო, არ ვიცი, იმიტომ არის დავარდნილი რა, ცა ტელევიზიებში აი ამ ხელაზე რო არ არის ინტელექტი. აი ამ ხელაზე არ არის. ხაზარაძე შეკრული გუნდი კრეატივშიკები და მეიუმორები არ გაიშვება. აი ამ ხელაზე არ არის ინტელექტი, მაგას გეუბნები. ინტელექტი არის იუმორი ვაფშე. კარგი ინტელექტი არის იუმორი. არ არსებობს. აი ამაში, აი ეს რომ დაინახა ხაზარაძემ რომ ეს ტიპები აი ამათ უნდა გაეკეთებინათ იუმორი, რა თქვა? დავაი, გააკეთეთ. პროდნიკებიც ხო ჩაუწერეს. ხო თქვა. კი, ვეჭვი. უკან მიაკრა TBC-ის ლოგო და წავიდა რა. და ეს 4 წელი გამოდის და ლეიკემია ბავშვებს დასცინიან და ესენიც იცინიან. დროზე ვლაპარაკობთ, იგივე არის აბსოლუტურად და TBC-ის დაფინანსებული არიან, იგივე გუნდის წევრები არიან, ზუსტად გუშინ წინ რო ატყდა ამბავი კომენტატორებზე. აუ ლიზა. იგივე გუნდის წევრები არიან. ვიცი ესენი ვინც არიან, უბრალოდ მე რას ვიძახი, იცი ლიზა, რომ რადიო უცნობს რომ ვაკეთებდით. ნუ ეხა კარგი. აი წარმოიდგინე, აი უბრალოდ ელემენტარულად გითხრა, რადიო უცნობს რომ ვაკეთებდით. არჩევანი იყო ესეთი, ან უნდა გაგვეშვა, короче, ფანოღური მუსიკა, იმიტომ რომ ყველა უსმენდა, ან უნდა გაგვეშვა გემოვნებიანი მუსიკა, რომელსაც რეკლამა ისეც ვერ მოიტანდა, რაც ის მოიტანდა რა. რა თქმა უნდა. რომ დავჯექით, რომელი მუსიკა გაუშვეთო. ეგრევე ვთქვი, მეთქი რა ფანოღიტო. რატო და მეთქი პირიქით ადამიანებში გემოვნება ავწიოთ. რაღაცა პონტი გავხადოთ, რომ ეს კარგი მუსიკაა, ეს არის. რა თქმა უნდა, ცოტა შემოსავალი შემოდიოდა იმასთან განსხვავებით, მაგრამ იმ დონეზე არ დავეშვით რა. კი, არა, ცალსახად ეგრე. გულის გულისთვის იმ დონეზე არ დავეშვით რა. პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ნახე, იმას კი არ ვამბობთ, ეხა არც მე და არც შენ არ ვამბობთ, რომ რაღაცას იმას აქვია, ჭკუას ვარიგებთ, ან რაღაცას გემოვნებას იმას უშვებით რა, ვუქილიკებთ, ან ვუკრიტიკებთ, არა. უბრალოდ ის მომენტია, რომ ადამიანები, პასუხისმგებლიანი ადამიანები უნდა ვიყოთ გზის მიმცემები, ასე ვთქვათ რა, გამკვლევები, რაღაცა იმის მიმართულებით, რაც გაზრდის ინტელექტს, გაზრდის იუმორს, გაზრდის მუსიკალურ გემოვნებას იქნება, ეს კინო გემოვნებას იქნება თუ რეკლამის გემოვნებას რა. ლიზა, მომისმენ დაცემული გემოვნების, ახალგაზრდებზე, პატარებზე მაქვს ლაპარაკი. პატარები აი ამ ტელესივრცეში რომ იზრდებიან, ამ უგემოვნებობაში რომ იზრდებიან, აი ამ
იმათთვის ძალიან ძნელია მე რა ასვლა დავტავი და იმაზე გემოვნებიანი რა არის რა გემოვნებიანის გაკეთება ისედაც რთულია ისედაც რთულია პატარა ქვეყანაში ძალიან პატარა ქვეყანაში ხალხის რესურსი არ არის გემოვნების რესურსი თავიდან ბოლო ისედაც რთულია და აქ კიდე რომ ამას აკეთებ და ბოლომდე ძირავ აქ ქართველებს რომ გემოვნება არ განუვითარო და არ დახვეწო და უკეთესი არ შესთავაზო და ლიჟბი ფული იშოვო და ბოლომდე ჩაწიხლო აი გამოდის ეს კი და იმიტომ ვართ ამ დღეში რა არა ეს ხოთშორის მართლა ძალიან ისეთ სერიოზული პრობლემაა რა იქ ლეიკემია იქ რა ამბავი ატყდა და იქ საერთოდ რები დაიწერა და იქ საერთოდ რა ითქვა იქ სასახად მნიშვნელოვანია მაგრამ ეს პრობლემა რეალურად ეს არის კატასტროფა რა თქმა ეს არის თავარი პრობლემა გეოვნებით დღევანდელ სიტუაციაში ხო არის 100 ტელევიზია აი მაგარი ტელევიზია რომ გაკეთდეს შეიძლება ერთიც ვერ გააკეთო ნიჭიერი ხალხით, ნიჭიერი სიუჟეტით, ნიჭიერი მაგარი ჟურნალისტებით, მაგარი გადაცემებით, აი რო გევასება მართლა. მე არ არის. გააკეთებ. მაგას გეუბნები რა, იმიტომ რომ ძნელი დარწმუნებული ვარ რომ ესე ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ფეხბურთი განვითარდა რა. რა თქმა უნდა, ზუსტად. აუცილებლად. აი მოვა ისეთი ახალგაზრდა, ისეთი პატარებით, ისეთი სწავლული, აი გემოვნებაზე, რაც შეიძლება მეტი გემოვნებიანი პროდუქტი უნდა დაიდოს, რომ ეს პატარები ამაზე გაიზარდონ. კი, და მოუნდათ რაღაცები დაინტერესებენ. ამაზე რო იზრდებიან, ის რა უნდა გაიზარდოს? საშინელებაა მართლა ამბობ. აი ვითხარი რა არის. და ამის მიღმა ეხა კიდე მე უნდა შევეხო და შენ შეეხები თუ გინდა. ესე იგი მშობელი ეს ამბავი რომ ეს ხუმრობა რომ დადეს გამოაცხეს ასე ვთქვათ რა ყველაზე რბილად რა ვთქვათ ну ძალიან ცუდი გამოხმაურებები მოყვა ამ ამბავს ну ცალსახაა ხო ყველა მართლა ძალიან ცუდი გამოხმაურება თვალში მომხდა ანუ ვეცნობოდი ამ ამბებს და თვალში მომხდა ერთ-ერთი ლეიკემიანი ბავშვის მშობელმა დაწერა პოსტი ანუ ვინ მოგცათ საერთოდ ოღონდ არც ერთი სიტყვა სალანძღავი არ იყო პოსტში უბრალოდ ვინ მოგცათ იმის უფლებაო რომ ჩემს შვილზეო აი ესე ქილიკობთო და ქვემოთ წამოვიდა ამათი ცუკების კომენტარები და ნარატივი არ გაინტერესებს თქვენ შვილს ვინმე პიროვნულად შეეხო რაო თქვენ შვილს ვინმე პიროვნულად შეეხო ესეც მაგის შედეგია რაზეც შენ ლაპარაკობთ ანუ ეხა ყველაფრის ყველანაირად გაправებას რო იწყებ თავი ყველას გონია როგორ იცი რომ აი ისეთი იუმორი აქვს თავ მაგის გარშემო ტრიალებს დედამიწა ეს აი ყველა რაღაცა პროდუქტს ვერავინ ვერ რას აправებ გია და რითი აправებ გია შენ შვილს ვინმე პიროვნულად შეეხო დამთავრდა